საბერძნეთის ერთ-ერთ ნახევარკუნძულზე, რომელსაც ათონის მთას უწოდებენ, უამრავი მამათა მონასტერი და ეკლესიაა. სწორედ ამ მთაზე მდებარეობს დოქიარის მონასტერი. მონასტერში მამები მსახურობენ, მათი ძირითადი საქმიანობა ლოცვა გახლავთ, თუმცა სხვა სამუშაოსაც ასრულებენ. აი მაგალითად დოქიარობა, იგივე მონასტრის სამეურნეო საქმიანობის გამგეობა. სწორედ მონასტერსაც მისი ერთ-ერთი მოღვაწე ბერის საქმიანობის მოსაგონებლად დოქიარი შეარქვეს. დოქიარის მონასტერში იყო ერთი მეტრაპეზე, სახელად ნილოსი. ნილოსი საღამოობით ანთებული ჩირაღდნით შედიოდა სატრაპეზოში. წინ კი კედელზე ეკიდა უძველესი ღვთისმშობლის ხატი. ერთ დღეს, როდესაც ნილოსი ხელში ანთებული ჩირაღდნით სატრაპეზოში მიდიოდა, უეცრად ხმა შემოესმა. აწენ უღარ გაივლი აქ ანთებული ჩირაღდნით, ნუ მიჭვართლავ სახეს. ბერი შეკრთა, თუმცა იფიქრა, საძმოს წევრის ხმა იქნებოდა და განაგრძო გზა. არც ანთებული ჩირაღდნით სიარულისთვის დაუნებებია თავი. გავიდა ხანი, ისევ შემოესმა ხმა. ბერო, კიდევ დიდხანს აპირებ ასე უდიერად მომეპყრო? ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ უეცრად ბერს თვალები დაუბნელდა, ვეღარ ხედავდა. ახლა კი მას გაახსენდა უწინდელი გაგონილი სიტყვები, იგრძნო თავისი დანაშაული. იქვე სხვა ბერებიც მოვიდნენ, შეშინებულები დაემხნენ სასწაულმოქმედი ხატის წინ და დაიწყეს ლოცვა. ნილოსმა კი გადაწყვიტა დარჩენილიყო ხატთან მუხლმოდრეკილი მანამ, სანამ ცოდვა არ მოეტევებოდა. ღვთისმშობელმა მალე ისმინა მისი ლოცვა, ერთ დღეს ხმა მოესმა. ნილოს, შესმენილი იქნა ვედრება, მოგეტევოს ცოდვა და დაგიბრუნდეს თვალის ჩინი. გაიხარა ნილოსმა. ხატმა აუწყა საძმოს, რომ ის იყო მათი მფარველი და ყოველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა რომ უნდა მიმართოს მას გაჭირვების ჟამს.